თავისი უბნის ამომრჩეველს შეხვდა დღეს კიდევ ერთხელ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთაველის უბნიდან. კობეჩხეიძემ საარჩევნო პროგრამა ამჯერად ერას ქუჩის 63 ნომერში მცხოვრებლებს გააცნო. ამომრჩევლებთან მან პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქალაქისთვის ყველა საჭირბოროტო საკითხზე გადაწყვეტილებას მოქალაქეების ჩართულობით მიიღებს. ერას ქუჩის მცხოვრებლებმა მთავარ პრობლემად გარე ვაჭრობა დაასახელეს და აღნიშნეს, რომ ტროტუარებზე გამოტანილი დახლებისა თუ მაგიდების გამო ისინი ფანჯრებს ვერ აღებენ, რადგან ხმაური და სუნი აწუხებთ. უპირველესი პრობლემა იწყება იმით, რომ რატომღაც დართული არის გარე ვაჭრობა, რომელმაც გამოიწვია, სადაც ადამიანები ფეხი დადიან, იქ მაგიდების განთავსება და ძალიან დიდ დისკომფორტს გვიქმნის ეს მოსახლეობას, ფაქტობრივად ფანჯრებს ვერ ვაღებთ გორგილაძის ქუჩის მხრიდან და იმიტომ რომ საშინელი ხმაური და ბუდიში და ეგრეთ წოდებული შაურმების საუტანელი სუნი გძრობს მთელი მოსახლეობა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა იგივე ბიუჯეტის განაწილების პროცესში, იგივე ქალაქის პრობლემების მოგვარების პროცესში და ჩვენ ყოველდღიური შეხვედრებით მოქალაქეებს ვეუბნებით თუ როგორ იმ მარტივ პროცედურების შესახებ, რომლითაც შეიძლება მივახციოთ იმას, რომ ერთად ვიზრუნოთ ბათუმზე. ეს არის ყველაზე კანონით დღეს არსებული ნორმები, რომლის აღსრულების საშუალებებს და ხერხებს მივცემთ ადამიანებს.